უცოდველობა წარწყდა მას ჟამსა, ოდეს მზაკვარმან კრძალულის ხმევა, შესთავაზა და ღვთის მსჯავრს გადასცა, როგორც ადამი, ასევე ევა. გსურს მარხვა წრფელი, ვიქმნეთ მარადის, კეთილის მოქმედ, ღვთის სამხმობელი, დაგლოცავს ცრემლი, წმინდა, ალალი, ყოვლად წმინდისა, ღმრთისა, შობელის. სახიერებამ განუზომელმან, სულნი პყრობილნი მტრისგან იხსნესო, ერი და ბერი, თაყვანის აქცემს, ტკბილო უფალო, ქრისტე იესო. მადლი და მშვიდობა ძვირფასებო და სრულიად საქართველო. ეს სტროფები, რომელიც მე წავიკითხე, გახლავთ მარხვის დაწყებასთან დაკავშირებული სტროფები. დიახ, აი ზუსტად მას ჟამს წარწყდა უცოდველობა, ოდეს მზაკვარმან კრძალულის ხმევა შესთავაზა ჯერ ევას და ევას მეშვეობით შემდეგ ადამს. მაგრამ თუ გსურს წრფელი მარხვა, ვიყოთ მარადის კეთილის მოქმედი და ღვთის მხმობელი და ჩვენც დაგლოცავს ცრემლი, წმინდა ალალი, ყოვლად წმინდა ღვთის მშობელის. და განუზომელმა სახიერებამ კი სულნი პყრობილნი მტრისგან იხსნესო. ეს არის ზუსტად მარხვის დანიშნულება, რომ მტრისგან იხსნას სული აღსარებით და ზიარებით. აი ესეთი მცირედი შესავალი მარხვასთან დაკავშირებით გაგვაძლიეროს ღმერთმა, ჩემო ძვირფასებო, შეგვაძლებინოს ხორციელიც და სულიერი მარხვაც, იმიტომ რომ მარხვა მარტო ხორციელი არ არსებობს. სულიერიც აუცილებელია. თუ მაგალითად ხორციელს ვერ შევძლებთ, სულიერი მაინც შეგვაძლებინოს ღმერთმა. აი თვითონ სიტყვა მარხვა რომ წარმოვიდგინოთ. დავამატოთ უბრალოდ სიტყვა წინ და გამოვა და მარხვა, ხო? აი დაიმარხა ადამიანი, დამარხული ადამიანი, ანუ მიცვალებული ვერც ვერაფერს ვეღარ გრძნობს, ვერც ვერაფერს ვერ ხედავს, ვერც ვერაფერზე ვერ რეაგირებს. აი ასევე ესე იგი თურმე მარხვის პროცესში სულმა ნაკლებად უნდა უყუროს, ნაკლებად უნდა იხილოს, ნაკლებად უნდა ისმინოს მისთვის საზიანო ამბები და შეძლების დაგვარად ნაკლები რეაგირება გქონდეს, რა თქმა უნდა, სამართლიანი რეაგირება ირგვლივ მიმდინარე მის ცხოვრებისეულ პირობებზე. მიხვდით ალბათ, აქ საუბარია გულის წყრომაზე, მრისხანებაზე. მათთან შებრძოლება არის უმთავრესი და ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე ესეთ რაღაცას მივაკლია და სხვათა შორის აი ამ წიგნშიც ჩვენ თანდათან შეხვდება ეს გამოცდილება, მე თქვენ გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ თუ მაგალითად გვინდა ცოდვებთან ბრძოლა, დავიწყოთ ერთი რომელიმე კონკრეტული ცოდვით. აი მაგალითად რომელიმე რაც გვაწუხებს, რაც სულის სიღრმეში ტანჯავს, აი შევებრძოლოთ იმას. და მასთან ბრძოლა ჩავთვალოთ იმ ჯვრად, რომლის თაყვანისცემასაც იზეიმებს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ მარხვის მესამე კვირას. ტრადიციულად დიდ მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენთაგანს გამოთქმული შეფასების, კომენტარების და კეთილი აზრების ჩემი გადაცემის და კერძოდ ტელეკომპანიის მიმართ. მაშ როგორც დაგპირდით, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ დავასრულეთ ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული პირველი სახარების განმარტება, რომელიც ეხებოდა პირმშოს რაობას, თუ რას წარმოადგენდა პირმშო და კვლავ ვიტყვი, რომ სულ იკითხება 4 სახარება ქრისტეშობის მსახურებაზე. ამჟამად ჩვენ განვიხილავთ მეორე სახარების
განმარტებას, რომელსაც ქვია ასე: სახარება ზეციური პურის შესახებ. ეს გახლავთ ლუკას სახარება მეხუთე დასაწყისი მუხლები 11-დან 20-ის ჩათვლით. შეგახსენებთ, რომ ავტორი არის წმინდა ნიკოლოზ სერბი, ველიმიროვიჩი და თარგმანი გახლავთ ჩემი. და კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია მსურს მოგაწოდოთ ჩემო ძვირფასებო. მე მგონი ყველას მოგწონთ და ძალიან საინტერესოდ გვიყვება და განგვიმარტავს წმინდა ნიკოლოზ სერბი. თვითოულ დეტალს, თვითოულ წვრილმაც, აი წერტილმძიმესაც კი არ ტოვებს. ანუ აი შეკითხვასაც კი არ გვიტოვებს, რომ რაიმე შეკითხვა გაგვიჩნდეს რომელიღაცა მომენტის მიმართ. და ის მე დავასრულე სულ მთლიანად, რომელსაც აუცილებლად ღმერთმა ინებოს, მე ამ ტელევიზიის საშუალებით მთლიანად გაგაცნობთ, რა გადავთარგმნე და მოგაწვდით აუცილებლად. ყოველკვირეული და სადღესასწაულო სახარებები სრულიად მაქვს ჩემო ძვირფასებო დამთავრებული და ეხლა დავიწყე იგივე წმინდანის მიერ უკვე ყოველდღიური დღის განმარტებაზე თარგმანი. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს მოეწონა, ბევრმა ძალიან კარგი გამოხმაურებაც მისცა და ასე რომ თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ უკვე ისედაც ჩემ სოციალურ ქსელის მთავარ გვერდზე, რომელიც გახლავთ, თავარი აკაუნტი გახლავთ გოჩა ჭაბუკაიძე ქართველი, ასე შემორჩა რაღაცნაირად. და იქ ვაქვეყნებ მე ყოველდღიურად, ყოველი დღის განმარტებას. რადგან გვიან დავიწყე ამის განმარტება, ამჟამად მისული ვარ თებერვლის შუა რიცხვებამდე, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ წლის ბოლომდე ყველა განმარტება მზად იქნება. მაშასე, ჩემო ძვირფასებო, დავიწყოთ სახარების განმარტება ზეციური პურის შესახებ. იმ დღეებში მეფობდა ავგუსტუს კეისარი. მისი ერთპიროვნული მმართველობა გახდათ სულიერ და მატერიალურ სამყაროში ღვთაებრივი ერთპიროვნული ხელმწიფების მსგავსი. ცოდვით დაცემის დღიდან მოყოლებული დედამიწის ერების მომწამლელ და მგესლავ მრავალთავიან გველეშაპს ერთი თავიღა დარჩა. ყველა ერები და ტომები ავგუსტუსის ხელისუფლებას ემორჩილებოდა უშუალოდ ან არა უშუალოდ, კერძოდ კი ან მხოლოდ ხარკს უხდიდნენ მას, ან უბრალოდ აღიარებდნენ რომაულ ღმერთებს და რომაელ სენატორებს. ხელისუფლებისათვის ბრძოლა გარკვეული დროით მიჩუმათდა და ყველაფერი რომის კეისრის ავგუსტუსის ხელმწიფებას ემორჩილებოდა. ერთი სიტყვით, ზედამხედველი არც კაცი ყავდა და არც ღმერთს აღიარებდა ზემდგომად, რამე თუ ღმერთად თავის თავს აცხადებდა და ერებსაც მოქონდათ მისთვის მსხვერპლად დასაკლავად განწირული ცხოველები და საკმევლები. დასაბამიდან არც ერთ მოკვდავ ადამიანს არ მიუღწევია უფრო დიდ ძლიერებისთვის, რასაც ფლობდა ავგუსტუს კეისარი, რამე თუ არ ყავდა მოწინააღმდეგე ძალა და მთელ მსოფლიოში ბრძანებლობდა. და მართლაც ჭეშმარიტად სამყაროს დასაბამიდან ცოცხალ ღვთის მიერ შექმნილი ადამიანი ისეთ სულმდაბლობამდე არ დასულა და სასოწარკვეთილებაში არ ყოფილა, როგორც იმ პერიოდში, როცა გააღმერთა რომის კეისარი, ანუ ყოველგვარ ადამიანური სისუსტეების შემცველი და უძლური ადამიანი. ადამიანი გააღმერთა, რომელსაც ჰქონდა კუჭი, ნაწლავები, ღვიძლი და თირკმელები და რომელსაც ამ ქვეყნიდან თავის დროს აუცილებლად მოუწევდა გასვლა და მისი ჩვენ მიერ ჩამონათვალი ორგანოები სიმყრალედ იქცევა და ჭიამატლების საკბილო გახდება. და მთლიანი სხეული კი უსულო გვამად და საბოლოოდ ადამიანის, რომლის ბიუსტმა უფრო დიდხანს იარსება ვიდრე თავადმან, მისმა ძლიერებამ და მთელმა იმპერიამ. გარეგანი მშვიდობის
და სულიერად სასოწარკვეთილების იმ დღეებში იშვა ადამის მოდგმის გამომხსნელი და ყოველივეს განმაახლებელი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რატომ არ იშვა ის როგორც უძლიერესი კეისრის ძე, რათა ერთი ბრძანების გაცემით მაშინვე მოეხვია თავს მთელი დედამიწისთვის ახალი სარწმუნოება, ისე რომ არც ვნებულიყო, არც სისხლი დაეღვარა, არც ჯვარზე ვნებულიყო, არ დაეთმინა დამცირება და შეურაცხყოფა და არც ბნელი საფლავი. ერთპიროვნულ ყოვლის შემძლე მმართველს, რომელიღაც დღეს ხომ შეეძლო იმპერიაში ყოველგვარი კერპის განადგურების ბრძანება გამოეცა, რათა გამოეცხადებინა მხოლოდ ერთიანი ჭეშმარიტი ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის და აეკრძალა ყველა დანარჩენი ცრუღმერთების თაყვანისცემა. რატომ უნდა შობილიყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე ისრაელის უცნობ ქალაქში და ბეთლემის უცნობ დასახლებაში და უცნობი ქალწულ მარიამისგან? ნუ თუ გონივრული იყო, რომ კაცობრიობის მხსნელი იშვა დამცირებით, ევნო, მოკვდა და აღდგა და მისი განკაცებიდან მხოლოდ 9 საუკუნის გასვლის შემდეგ მოისმინა რომის იმპერიამ მისი სახელი? ნუ თუ უფრო იოლადას სწრაფად არ მიაღწევდა წარმატებას, თუ დაიბადებოდა მსოფლიოს ცენტრ უმშვენიერეს დედაქალაქ რომში და კეისრის სასახლეში და რომის თავზევე რო გაბრწყინებულიყო შობის ვარსკვლავი და თუ კი ღვთისანგელოზები მშვიდობის და სათნოების საგალობელს იგალობდნენ იმპერატორის სასახლის კარის მოოქროვილ თაღზე, რათა ამა სოფლის დიდებულ ხელისუფალთ ესმინათ და მოსმენისთანავე მოქცეულიყვნენ ქრისტეს როგორც ღმერთკაცის და მაცხოვრის მიმართ და თუ კი ყრმა ქრისტე მათ ყველა შვილს თავის სახარების მიმართ მოაქცევდა და თუ კი რომის ფორუმზე თავის უძლიერეს ქადაგებას წარმოთქვამდა ნეტარებათა შესახებ და 2 მილიონიან ქალაქ რომის ყველა მოქალაქის გულს მომდოვრებდა, თუ კი ბრძანებაზე გამოიცემოდა და ახალი სარწმუნოება დამტკიცდებოდა, ცათა სასუფეველი დედამიწაზევე იქნებოდა და ქრისტეც აღსაყრდებოდა არა რომელიღაც მწყემს მეფის დავითის, არამედ უძლიერეს კეისარ ავგუსტუსის ტახტზე? აბა რა გიპასუხოთ ამ კითხვაზე იმის გარდა, რომ ეს იქნებოდა სრული და სასაცილო უგუნურება. შეგვინდოს უფალმა, რომ ყველა ეს უგუნური სიტყვა მხოლოდ წარმოუთქვით. მაგრამ ჩვენ ეს სპეციალური განზრახვით გავაკეთეთ ასე. მათ შესაგონებლად და გულისხმისაყოფად, ვისაც კი მსგავსი რამ შეეძლო საერთოდ გაევლო კიდეც გონებაში და გულში უფლის იესო ქრისტეს შესახებ, რათა შეგვემუსრა მსგავსი აზროვნება რისი გაკეთებაც იმაზე რთული არ არის, ვიდრე ავარვარებულ ნახშირს, რომ სულის შებერვით ნაცარი გაუფანტო. აი, გვისმინეთ, რასაც გეტყვით ახლა. ჩვენ გსურს შეგახსენოთ, რომ ღმერთმა ადამი თავისი ყოვლად დიდებული სიყვარულის გამო შექმნა და არსი მისი 2 პრინციპზე, თავისუფლებაზე და სიმდაბლით მორჩილებაზე დაამყარა. თავისუფლება იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანს შეეძლო მთელს 60-ს დაუფლებოდა თავისუფლად. ეგემა ნებისმიერი ხილი იმ ბაღში და ემართა ცხოველებიც, როგორც მოისურვებდა. ღვთისადმი თავმდაბლობით მორჩილება კი ადამიანურ თავისუფლების მუდმივი მომწესრიგებელი უნდა ყოფილიყო, რამე თუ ერთი მხოლოდ ღმერთია შეუზღუდავი თავისუფლებაში და არც ჭირდება მას არანაირი მომწესრიგებელი, რადგან არ ძალუც და არც შეუძლია მას ქმნა ცოდვისა. სიმდაბლით მორჩილება ადამიანში აღავსებდა მისი სიბრძნის და სიყვარულის არასრულყოფილებას იმგვარად, ღვთივმიმადლებული თავისუფლებით და კეთილნებელობით ყოფილიყო სრულყოფილი თავისუფლება. თავისუფლება ადამმა 60-ში მილიონ ქმნილებაზე და საგანზე რომ გამოიყენა, ნუ თუ არ იყო ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის მტკიცებულება. თავმდაბალ მორჩილებაში კი ღვთისაგან
ერთადერთი მცნების დახმარებით და ერთადერთ საგანზე ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხისნაყოფზე უნდა გამოცდილიყო. და ნუ თუ ესეც არ არის ღვთაებრივი სიყვარულის და თანაგრძნობის მტკიცებულება, მაგრამ როგორც კი ადამი და ევა გამოცდის ხეს მიუახლოვდნენ, მათ შესწოდეს. მათი სიმდაბლე ამ პარტავნებაში, მათი რწმენა ეჭვებში და მათი მორჩილება ურჩებაში გადაიზარდა. და ამგვარად ღვთის სრულყოფილმა დაკარგა გონების, გულის და თავისუფალი ნების წონასწორობა. რამე თუ იზრახა, ბოროტება და მოისურვა იგი. ამით კი ღვთისწარმმართველი მარჯვენა უარყო და სატანის მომაკვდინებელ მკლავებში მოიქცა. აი, აქ გახლავთ კაცობრიობის ისტორიის ყველა მოვლენის გასაღები და განმარტება. და აქვეა იმის გასაღებიც და განმარტებაც, თუ რატომ არ იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე რომში, როგორც კეისარ ავგუსტუსის ძე და რატომ არ მოახვია თავს ადამიანებს საკუთარი სწავლება იმპერატორის უფლებამოსილების და ძლიერების მეშვეობით. თუ კი ყრმა გაუსხლტება დედას ხელიდან და ქვესკნელში ჩაუვარდება, აბრეშუმის ქსოვილებში შემოსილი და მარმარილოს კიბეს გამოიყენებს განა საკუთარ შვილის გადასარჩენად და ამოსაყვანად. როგორ ფიქრობთ, განა არ შეეძლო ღმერთს გამოცდის ხისთვის ცეცხლოვანი რკალის გარშემორტყმა ადამი და ევა, რომ არ შეხებოდნენ, კი არა, ვერც მიახლებოდნენ. მაშინ სად იქნებოდა ღვთის საკვირველი ქმნილების, ანუ პატარა, ასე ვთქვათ, ღმერთის თავისუფალი ნება? სად იქნებოდა მისი სხვაობა სხვა დანარჩენ უუფლებო ქმნილებებთან შედარებით? ანალოგიურად ღმერთს ისიც შეეძლო, რომ მაცხოვარი შობილიყო რომში, წოდებულიყო კეისრის ძედ და ბრძანების გაცემით, ესე იგი მუჰამედის მსგავსად ცეცხლი დამახვილით. თავს მოეხვია ადამის მოდგმისთვის ახალი სარწმუნება, მაგრამ აქაც სად იქნებოდა ღვთაებრივ საკვირველი ქმნილების, ანუ პატარა, ასე ვთქვათ, ღმერთის თავისუფალი ნება? ღმერთს შეეძლო კიდევ უფრო მოკლე გზაც აერჩია და საერთოდ არც კი მოევლინა თავის მხოლოდ შობილიძე, არამედ მის მაგივრად თავის წმინდათა ანგელოზთა უზარმაზარი არმია, რათა ბრწყინვალები დაებრმავებინათ ადამიანები და შემზარავი საყვირისხმით ემცნოთ ახალი აღთქმა ქვეყნიერების 4 კიდის მაცხოვრებლებისთვის და ადამიანებიც შიშითა და წრწოლით დაეცემოდნენ მუხლებზე, შეიცნობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და უარყოფდნენ ბნელკებს ახურებას, მაგრამ ისევ და ისევ სადღა იქნებოდა ადამიანური თავისუფლების და სამყაროს შემოქმედისადმი თავმდაბალი მორჩილების სიხარული. სადღა იქნებოდა ადამიანის გონიერი სული ან სიყვარული და ზეობილობა. აი, ჩემო ძვირფასებო, აი აქ შევჩერდეთ და შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ ჩვენი სათქმელი. დაგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ჩვენ ასე პარალელურად უკვე ბიოგრაფიული სახით ვეცნობით ღირსი მამა მაქსიმე აღსარებლის ლოცვით და მეოხებით. უფლის მცირე გამოქვაბულში შობის და მისი ბაგაში მიწვენის შემდეგ 8 დღე გავიდა. მათ აღასრულეს ახალშობილის წინა დაცვეთა და სახელად უწოდეს იესო. ეს სახელი ანგელოზისგან ჯერ კიდევ დედის მუცლად ყოფნის დროს მიეცა მას. ეს იყო სახელი მომასწავებელი იმ ნეტარებისა, რომელიც ხორციელ ტანჯვათაგან გათავისუფლებასა და უბნებლობის სიმრთელის შეძენას მოჰყვება. აი, ჩემო ძვირფასებო, ასე მცირედით შემოვიფარგლებით დღეს აქედან წანაკითხით, იმიტომ რომ მე მინდა გაგაცნოთ ასევე ჩემი განმარტებული კონკრეტულად უფალ იესოს სახელზე წარმოთქმული
ლოცვის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა წმინდა მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა წინადაცვეთის დღეს და სხვათა შორის, აი როდესაც ძველით ახალი წელი იწყება, ეს დღე და წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდის ხსენების დღე ერთ დღეს აღინიშნება. მაშასე ლოცვა სახელის მიმართ იესო. ამ ბორს თარგმანი გახლავთ კვლავ ჩემი. ამ ბორს გიყოფთ სიყვარულითა სახელო უტკბილესო იესო. თაყვანის ცემასა გულითაცსა მივაგებთ. ყოვლად წმინდასა სახელსა შენსა, ჰოი ყოვლად კბილო და ყოვლად მოწყალეო იესო. ქებასა შევწირავთ უმაღლესსა სახელსა შენსა, მაცხოვარო ჩვენო იესო. შეურდებით სისხლსა დათხეულსა ჟამსა წინადაცვესისა შენისასა, შენ ყრმისა ურისხველისა უფლისა სრულყოფილისა. ვევედრებით შენ სასახიერებასა ყოვლად უმაღლესსა, სახელისათვის შენისა ყოვლად წმინდისა და სისხლისათვის უძვირფასესისა, ჩვენთვის დათხეულისა და კვალადსა უხრწნელად მშობელისა დედისა შენისათვის ყოვლად უბიწოისასა, გარდამოავლინე წყალობაი შენი ყოვლად უხვი ჩვენზე და დაატკბე გული ჩვენი თავად შენითა. დააგვიცევ და გარე მოგზღუდენ ჩვენ ყოველგან სახელითა შენითა იესო. აღგვბეჭდენ მონანი შენი სახელითა მით შენითა იესო, რაითა სამომავლოდ შეუძლოთ დამკვიდრება ის სასუფევლისა შენისა და მუნ ანგელოსთა თანა ვადიდებდეთ და უგალობდეთ ყოვლად პატიოსანსა და დიდად ჩვენიერსა სახელსა შენსა იესო უკუნითი უკუნისამდე. ამინ. განვაგრძობთ ჩემო ძვირფასებო, ახლა კი ანგელოზის წიგნიდან საკითხავს. სიტყვა ანგელოზი აღნიშნავს მაცნეს. ანგელოზებს ღმერთი სამყაროს სხვადასხვა მხარეს დავალებით აკრძალვის. მთავარანგელოზები მათ წინამძღვრობენ. ისინი ღვთის შეკრებებში მონაწილეობენ. მისგან იღებენ ბრძანებებს და ადამიანებს ამცნობენ ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოებებს. ამის გამო ნაზარეთში ქალწულ მარიამთან უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი მიავლინა. წმინდა გრიგოლ დიდის მიხედვით ანგელოზთა შორის უპირველეს უნდა ეუწყებინა მარიამისთვის ეს უდიდესი საიდუმლო. უნდა აღინიშნოს, რომ სახელწოდება ანგელოზი ზეციურ მხედართა მიმართ გამოიყენება მაშინ, როდესაც ისინი ღვთიური ნების საუწყებლად ეცხადებიან ორი ფრთით, რითაც აღინიშნება ღვთაებრივი ნების შესასრულებლად სამყაროს სხვადასხვა ნაწილში მათი გადაადგილების სისწრაფე. და კვლავ ჩემი წიგნიდან ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. ჩემო ძვირფასებო, ძალიან სასიხარულო იქნება, თუ კი გამოჩნდება სურველი და ვინაიდან და რადგანაც ეს წიგნი აღარ არსებობს ფიზიკურად, თუ რა თქმა უნდა ინტერესი გაუჩნდება იმის, რომ თვითონ მეკონდეს, მე იქიდან არაფერი არ ამჭირდება, შეუძლია დააფინანსოს რამოდენიმე წიგნი და ჩვენ ამას განვახორციელებთ კვლავ სტამბაში. ახლა კი გაგაცნობთ შემდეგ მონათხრობს. აი ავიღე ასეთი ფრაზა ახალი აღთქმიდან, რომ ესე იგი ვისა სურდეს წესა გამოცხადების. ანუ ყველას მიმართ არ მოხდება ეს გამოცხადება და მე ასეთი ასოციაცია გამიჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით. გამოცხადება ეს არის გამჟღავნება დაფარულისა. სიზმარს რომ ნახავს ადამიანი და აუცხადდება. აქედან გამომდინარეობს ერთი რამ,
რომ ვიდრე ძე მას არ გამოუცხადებს, ადამიანი სიზმარშია მთელი ცხოვრება. კერძოდ, წმინდანებს გამოცხადება ქონიათ ზოგს წამების დროს, ზოგსაც საფყრობილეში, ზოგსაც ცხოვრებისეულ სიტუაციებში, მაგრამ საინტერესო კი ის არის, რომ ზოგიერთი ამათგან ადრე წარმართული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ რაკიღა ძე ხედავდა მასში თავის რჩეულ ჭურჭელს, ეცხადებოდა მათ. უფალმა იცის თითოეული ადამიანის გული და გონება. ამიტომაც ელოდება იმ დღეს, როცა ეს ადამიანი სინამდვილეში აღმოაჩენს თავის თავს და სალოცავად უკვე თავის ნამდვილ სახეს დააყენებს, რომელიც ადრე სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა ნიღბით იმალებოდა. მისი ლოცვა და სინანული უკვე წრფელი იქნება და არა ფარისევლური. აი, ამგვარი ადამიანისათვის ინებებს ძე, როგორც ჭეშმარიტ ღმერთად საკუთარი თავის გამოცხადებას. აი ესე ჩემი აზრით საინტერესო ასოციაცია მოვიდა საიდანღაციდან და მე უბრალოდ დავაფიქსირე და გადმოვიტანე თქვენთვის ჩემო ძვირფასებო. ახლა კი ტრადიციულად, ვიდრე ლექსად თქმულ სახარებას მოგართმევთ ასევე სიყვარულით, კვლავ ერთი იგავი განვიხილოთ, რომელსაც ქვია უბრალოდ შუშა. რა საინტერესოა ხო, შუშა, მინა. მოძღვარო, მე არ მესმის, როცა მიდიხარ ღარიბთან და გლახაკთან, რაღაცნაირი სათნო სახით დაგხვდება, დაგეხმარება კიდეც რითიც შეუძლია და საკმარისია მიხვიდე მდიდართან, ის არავის ხედავს. და ნუ თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო, მოდი შვილო და გაიხსენე, გაიხედე ფანჯარაში. აბა რას ხედავ მითხარი? ხედავ ქალს ბავშვით და ხედავ ადამიანს, რომელიც ბაზარში საყიდლებზე მიდის. კარგი. მოდი ახლა და ჩაიხედე სარკეში. აბა რას ხედავ იქ? რას ქვია რას? მხოლოდ საკუთარ თავს. აი, შეხედე შვილო ჩემო და დაიმახსოვრე. ორივე შუშაა, ხო? ორივე მინაა. ფანჯარაც და სარკეც. მაგრამ საკმარისია შენ ამ შუშას და მინას ვერცხლი შემოავლო ირგვლივ, მარტო საკუთარ თავს დაინახავ. მე მგონი ღირს დასაფიქრებლად ჩემო ძვირფასებო. და ახლა კი ლექსად წარმოგიდგენთ პეტრეს სიდედრის განკურნების ამბავს, რომელიც გადმოცემულია სახარების ლუკას სახარების მეოთხე თავის მე-16 მუხლიდან 22-ს ჩათვლით. თვალს გაახელ, ისევ აქ ხარ, თქვი ამისთვის გმადლობ ღმერთო. თუ არ იტყვი იმას გავხარ, ვინც არ წყდება და თან ვერც გრძნობს. უმადურმა გულმა დასცა საყვარელი ღვთისთვის ერთ დროს, ამისათვის ქვესკნელ შთახდა არც განიცდის და თან ვერთმობს. რაშიც პოვებს მოსვენებას, მას ეტრფის და მასვე შესთხოვს, ვინცა დასცა, გახსოვთ ალბათ ზეცის მკვიდრი შესტრფო და ღორს. მადლობისა გრძნობით ვალის განიღმრთობი ღვთისა მადლით, ვით არ კაცის ეგრეთ ქალის ესრეთი არს სამართალი. დარწმუნდა ქრისტეს ძალში, იწვევს პეტრე თავის სახლში. სხვამაც სიტყვა მოისმინოს, სახლეულნიც მოიხილოს. მოწაფითურთ მისას შედის, ხედავს სნეულ ყავს სიდედრი. და პეტრემაც უთხრა ქრისტეს, შეეწიე, სიტყვით ვინც ძლევს სენსა ყოველს ვის რა სჭირდეს, ან შეხება, ხოლო გიხმდეს. და შეეხო სნეულ სიდედრს, სახლში იყო ლხენა იმ დღეს. რადგან ვინცა განიკურნა და წამოდგა ფეხზე მყისვე, ემსახურა მოწაფეთ და ემსახურა თვით ტკბილ ქრისტეს. მადლიერმა იგრძნო ვალი, მის წინ ვინცა მოჰცა მადლი,
რომ კეთილი იყო ქალი, ხედავს ღვთის და კაცის თვალი. თვით კი შესვა ტკბილი წყალი, უკვდავებისა სამსალის. ჩვენცა გვასწავა, ჩვენი სახლი იყო სუფთა და ალალი. რა ისმინეს პეტრეს სახლსა სტუმრობს დიდი დასტაქარი, მოიყვანდნენ სნეულთ მასთან, ზღვის კიდიდან 4 მხარით. განუკურნა სნეულები, ხოლო შემდეგ გვიან ღამით ადგა რომ ღვთით დევნულები მოიხსენოს თვალწინ მამის. ლოცვის შემდეგ დააპირა, რომ დატოვოს პეტრეს სახლი, ამცნოს სხვათაც, ამისთვისარს წარწმედილი იხსნას ცხვარი. ჩვენც ვადიდოთ, ვინცა კაცთა მადლი დიდი ზეცით მოსცის, გლოცავს ყველას დიდი არსენ ქართლისა კათალიკოსი. დაილოცოს ყველა, ვინცა ცხოვრობს ბარში, არს მთიელი, შეგეწიოთ ევროსინია წმინდა ალექსანდრიელი. უწყოდეთ რომ ყოვლა წმინდა გამოეცხადა მას ერთხელ, ებედროს ვინც მოგვავლინა, თხოვოთ სერგი რადონეჟელს. დააგლოცოთ და გაგახაროთ წმინდათა და მადლმა დღისა, მადლობის გრძნობა გაგათბობთ ჭაბუკს, მოხუც, ბავშვსაც, დიდსაც. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.